საღამოშვილების აი ძლივს უნდა დავალაგოთ ეხლა გარეთ საბარგო. გავზიდო ეს კამპოტები და ვაღირსო დალაგება. მოვიდა. მაგ კიდე ძველია. რამდენი ჩამეიღო? არ დატოვო, არა, ახალი დავალაგოთ და ძველი ჩამეიღე ყველა. დარჩება რა მნიშვნელობა აქვს. არ მინდა მე სამეცეს კამპოტი რა თქმა. იმიტომ ვიძახის სულ, მაგრამ მე რომ გეუბნები არ მიჯერებ. ძველებს ტოვებ უკან და ახლებს ვაწყობთ. ასე არის ზა. ქსიო. ჩხუბობთ მეგობრებო დალაგებაზე, იმიტომ რომ ძველ კამპოტებს მიტოვებს, ახლებს რომ ვალაგებ, მე რჩება ეკით. გატყუებს მეგობრებო. არ გატყუებთ. მოიცა ერთი, მოიცა. შენ ხო. ვიწყებ კამპოტების დალაგებას მეთქი და არ დამალაგებია წესიერად. აქ ჩემებურად მინდა. ახლა ისე მეავა. თმები უნდა გამოვკეთო ახლა ამირანს და ბანკები რომ არ დამილაგა იქა წესიერად. მომყვება ახლა ხელში. წავედი ახლა. ყავა დავლიო ნათიასთან. და მოვალ. აი შემოვედი ნათიასთან ყავაზე. ნახეთ მოკუკლუცული ლამაზი ბინა. სასიამაჯდები სიამოვნება. ნახეთ რა ლამაზი ყვავილი აქვს. თეთრი, სულ თეთრი აქ ყველაფერი და ისეთი სასიამოვნოა რომ წასლა აღარ გინდა რომ შემოხვალ და არ ვიცი შევეწერო. აივანზე დავლებთ ახლა ყავას. სიგრილია მივირთმევთ გემრიელად. ცოტაც რომ გავასუქო კექსაც ვაჭმევ. ეს დავხურო თორემ კოღოებმა არ შემოვიდნენ. ნადირო რაშოვი კოღოებზე ნადირო წელს კოღოები არიან არ ვიცი დიდები დაჯიშებული ნადირობს სანამ ინადირებს შიო აღარ არიან? კაი ყუნათიასთან ყავის დალევა აივანზე დავლიეთ და ვიჭორავეთ. საჭორაო რა გვაქვს? უბრალოდ როცა დრო გვაქვს დამოვიცლით, ასე ვართ ერთმანეთთან. კარგია, კარგ მეზობლობას არაფერი არ ჯობია. ნამდვილად და კარგ ურთიერთობას არასოდეს არაფერი არ ჯობია ყველგან და ყველასთან. დღეს ხომ თქვი რომ არც ხელა მეთქი წელს შვენიერი ზაფხულია მეთქი რა იყო ჩემი გაიგონა თუ რა შუა დღის მერე ისე დაცხა რომ
რა ვიცი, ხა ივანზე ვიყავით და იქ დავლიეთ ყავად, თორემ სახლში ვეღარ გაჩერდები. ეხლა თუ არ გადაივლე წყალი ისე ვერ დაწვევი. კიდე კაი რომ გაზი მაქვს და მაი პრობლემები აღარ არის. ღმერთს მადლობა. შუა დღეზე წავუძინე ცოტა. 1.5 საათი. კაი იყო. უფრო მოვედი ენერგიაზე. სკლადოკის იქ საბარგოს დალაგება ხომ მინდოდა და გაჩვენეთ ახლა ცოტა რაღაც. მაინც არ დამილაგა ისე მე რომ მინდოდა. იქ მინდა რომ ჩემებურად დავალაგო. მე როგორ ვიცი, ყველგან ასე ვიცი ყველაფერზე. ბალი გავაკეთე, ბალთან უნდა ეწყოს, მარწყვი გავაკეთე, მარწვთან უნდა ეწყოს. ის ასე და რიგრიგობით. არევდარეული არ მიყვარს, არ დამალაგებია მაინც. ხოდა დავტოვე ისე როგორც არის და მე ერთ დღე ჩემ ჭკუაზე მაინც მივყვები, თორემ ის თუ იქ რომ ისი არ არის ხომ, ის ახლა ტვინში მაქვს და ვერ მოვძლებ. ასეთი იგი მაქვს წესი. ჩვენ ვართ ორივე თხის რქა და ორივე ერთმანეთზე ჯიუტები ვართ. ორივე თხის რქა ვართ და ერთმანეთზე ვარესი ჯიუტები ვართ. ვინ? შენ და მე. შენ ჯიუტი ავა. ვითომ? მგურე შენზე ჯიუტი არ ვარ. მართლა ორივე ჯიუტები ვართ. და ეხლა მასზე მეტი ვარ თუ არა არ ვიცი, მაგრამ პრინციპი აინც ვარ. და ერთმანეთში ერება ეს პრინციპი და ჯიუტე და ხო, მაგ ხასიათში კი. მაგრამ არანაკლებია მანაც. მაინც თავის გაიტანა, არ დამალაგებია. მივხურეთ კარები და წავედ. დალაგებული კი არის, ანუ ის მე რომ მინდა ისე არ არის. მივხურეთ კარები და წამოვედით. მე მასაც გადაუვლის, მეც გადამივლის და დავალაგებ. დღეს ხო ვიზარმაც? არა, არ ვიზარმაცე მეგობრებო. დავალაგე, დავალთავე ის იმდენი გასაუთავებელი. ეხლა კიდე ახალი დავაწყე კიდე სარეცხები მქონდა და ახალი მაქვს. სახლიც დავალაგე, მაგრამ ერთი ის აბანო დამჩა ის ჩამოსახეხი ის კაბინა. მაგი ხვალ უნდა მოვაწეს რიგო. რამდენი დღეა ვიძახი უკვე და ისე ვერ გავაკეთე. მაგას ერთი საათი უნდა რომ ბოლომდე იგიქნა. ოდესმე მაგას სულ ავიღებ აქედან. ეხლა საათი არის უკვე 11:20 წუთი. ნათიამ კექსი გასინჯა, ძალიან მოეწონა. ძალიან ფუმფულა და გემრიელიაო, მართლა გემრიელია მეგობრებო. ეს იმით რა ქვია, ლიმონი ძალიან უხდება, ძალიან. ხოდა ეხლა გამოვა მიირთმევს გემრიელად. ხვალე არ ვიცი, ნახოთ ხვალე სადილეც გასაკეთებელი მექნება და ნახოთ რას მოვიფიქრებ. ძალიან ცუდი წესი მაქვს. ღამე სანამ მაგას ახლა არ მოვიფიქრებ რამეს. კაი ხანს ვერ დავიძინე. ცუდი წესი მაქვს ეს და ვერ გადავეჩვიე. ყველაფერზე ფიქრი არ უნდა. დაიძინო უნდა და გათენდება დილა და გააგრძელებ ხომ ყველაფერს.
მაგრამ რაც ხარ ადამიანი იმას არ ეშველება. არავინ არ დამაჯეროს, რომ ადამიანი შეიცვლება. არა, შეიცვლება ერთი დღით, ორი დღით, მაგრამ მე მაინც იგივენაირი იქნება. ვერ შინაგანად რაც ხარ ადამიანი ხარ და არ გეშველება. ერთადერთი ცხოვრება რაღაცას გასწავლის, რაღაცას გამოცდილებას გმატებს, თორემ შეცვლით ვერ შეიცვლები ვერანაირად. ვერ. მე არ შემხვედრია ყოველ შემთხვევაში. ვერც მე შევცვალე ჩემში ვერაფერი და ვერც სხვა ნახე შეცვლილი. მე ასე ვფიქრობ. ხვალე ორშაბათია. ეს კვირაც ისე ჩაილია, რომ საერთოდ რა რიცხვი იყო და რა დღე იყო, იგიც აღარ მახსოვდა. და ივლისიც უკვე ხვალე არის 20, ხო? ივლისიც მიიწურება 20. რა მალე გარბის დრო. ძალიან მალე. თვე ნახევარი და უკვე წავალთ შემოდგომაზე და ზანთარი. ნახოთ რანაირი გვექნება შემოდგომა, მაგრამ უკვე თვე ნახევარი გვაქვს ერთი და всё. ასე დაჯდომა მშვიდა წყნარა თქვენთან საუბარი მომენატრა. სულ გადარბენებზე რომ ვიყავი ეს დღეები, ასე ვეღარ მოვედი და მართლა მომენატრა მეგობრებო, ასე თქვენთან კაია. ასე თითქოს ყველა თქვენგანს გხედავთ და გესაუბრებით ახლა. კაია მიყვარს ასეთი საუბარი. და თქვენც მიყვარხართ. ავდგე ახლა მივხედოთ ჩემ თავს, თორემ ვეწეპები მე მგონი. მე კი გახდება უკვე 11 საათი და დავისვენებ. დღეს არც დაუღლილ ვარ, მაგრამ მაინც. წასასვლელი რომ არ ვარ არსად და სახლში ნელა მივყვები და ნელა ვაკეთებ რაღაცებს და არ მიწევს ის ჩქარა. კაი ამასე შვიდად ნელა წყნარად უფრო ლამაზად ყველაფერს ვაკეთებ და ის თუ წასასვლელი ვარ, ის თუ რაღაც როგორ ვარ იცი, რაც ეს იგი დამეწყო, ხო? დამეწყო არა, რაც ჩემი პრობლემები მქონდა და რაღაც დამეწყო ასეთი რაღაცა, აფორიაქება და ერთ თუ ვაკეთებ, მეორეზე ვფიქრობ, უკვე მერე ვატვინი და მერე ტვინი მეღლება. და ვერ ვუძლებ ამას და ის სიმშვიდე თუ მაქვს და წყნარი თუ მაქვს და ასე გრაფიკით მივყვები ამის მერე ეს უნდა გავაკეთო, ეს ეხლა ეს და მშვიდად ვარ. საუბარშიც მეტყობა, ნახეთ როგორ მშვიდად ვარ დღეს და ეს რაღაცები დამეწყო ბოლოს ვატყობ. კი. ორი-სამი საქმის ერთად კეთება უკვე ვატყობ, რომ ჩემთვის მირევს ტვინს, ძნელია, მიჭირს. ფაქტიურად ძნელი კი არა, მე მიჭირს და მიშლის ხელს. ნათია მეუბნებოდა ჩამოფერთხილ ხარ მაგრათო ეს დღეებიო. ჩემ ჩამოფერთხვას ჩივა ისედაც მინდოდა დასუსტება, ოღონდ კარგად იყოს ყველაფერი და საერთოდ არ ვჩივი ვარ მაგას, მაგრამ
ისე კი ნერვულობაც დამეტყო სახეზე და მართლა ჩამოვიფერთხე, მაგრამ ერთი წუთითაც ფიქრადაც არ მაქვს, საერთოდ მაგას ვინ დარდობს, ღმერთო რა პრობლემა გადავლახეთ და მაგას საერთოდ არც კი გამივლის ერთი წუთით გულში. კარგით მეგობრებო, წავიდე, ახლა ჯობია. მოვალ ხვალე დილით, ღმერთის ნებით. ბებია ჩემი იყო და თვალს რომ დახუჭაო, მე მგონი ადრეც ვთქვი, გახელას არ უნდა ელოდო, იმ შუალედშიც შეიძლება რომ რაღაცა მოხდესო და ამიტომ ყოველთვის ვამბობ, მოვალ ხვალე ღმერთის ნებით და ყოველთვის ვამბობ, ყველაფერი ღმერთის ნებით. იქნება, თორემ ადამიანმა შენაც არ უნდა კი დაჯდე და ხელი არ გაანძრიო, ასეც არაფერი არ გამოვა, მაგრამ არაფერიც ისე არ გაკეთდება, უფალს თუ არ უნდა. მოვახვალე ღმერთის ნებით. შვიდობიან ღამეს გისურვებთ. ხვალამდე მეგობრებო. მიყვარხართ ყველა.